სირიის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ოპერაციის დასრულება ასადის ნარჩენების წინააღმდეგ. სირიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ჰასან აბდულ ღანიმ თქვა, რომ უსაფრთხოების ძალებმა ზღვის სანაპიროზე აღკვეთეს საფრთხეები და ჩაახშეს რეჟიმის ნარჩენები. ღანიმ აღნიშნა, რომ წინ არის მუშაობა სტაბილურობის გაძლიერებისთვის. შემდეგ ეტაპზე უსაფრთხოების ძალები ყურადღებას გაამახვილებენ წესრიგის აღდგენასა და მოსახლეობის დაცვაზე. სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვაში. სირიის მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ სიკვდილით დასჯაში. დახვრეტა დაფიქსირდა ვიდეოებზე, რომლებიც მედიით გამოქვეყნდა. თავის მხრივ სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარიმ პირობა დადო, რომ სასტიკად დასჯის სისხლის ზღვრაზე პასუხისმგებლებს. არავინ იქნება კანონზე ზემოთ და ვისი ხელები სირიელების სისხლით არის მოთხრილი, ადრე თუ გვიან სამართლიანობის წინაშე წარსდგება, განაცხადა მან. სირიაში 50 წლიანი დიქტატურის შემდეგ ბაშარ ალ-ასადი 2024 წლის 8 დეკემბერს ჩამოაგდეს. სირიელებმა მაშინ რეჟიმის ნგრევა იზეიმეს. დაახლოებით 3 თვის შემდეგ კი ქვეყანაში შეტაკებები ისევ დაიწყო. ბრძოლები ზუსტად ხუთშაბათს დაიწყო. ახალი მმართველობის თქმით, ასადის ჩამოგდებული რეჟიმის შეიარაღებული მხარდამჭერები თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალებს ლატაკიის სანაპირო პროვინციებში. მთავრობამ უპასუხა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით, მათ შორის არტილერიისა და ტანკების გამოყენებით. ხუთშაბათიდან მოყოლებული 1500-მდე ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ალავიტები, ასადის რეჟიმის ნარჩენები და მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქრისტიანებიც. მიმდინარე პროცესებს ექსპერტი ვასილ პაპავა ეხმიანება და აფასებს. მოусმინოთ მას. ამ რეპრესიული კამპანიის მიზეზებად შეიძლება დასახელდეს დაძაბულობის შეიარაღებული უშედეგებების გამწვავება სირიის გარდამავალ მთავრობის ძალებსა და ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ მებრძოლებს შორის, როგორც ჩანს, დამხობილი პრეზიდენტის მომხრეები და დარჩენილი მომხრეები, ყოფილი სამთავრობო არმიის ოფიცრები და ასევე ალავიტები, ვინც ბაშარ ასადების ოჯახის მმართველობის დროს ეკავათ საკვანძო პოზიციები, მრავლად იყვნენ წარმოდგენილი სახელმწიფო საჯარო სტრუქტურებში, ასევე ბიზნესში ისინი თავისთავად ვერ ეგუებიან იმას, რომ ფაქტიურად ყველაფერი დაკარგეს ასადის დამხობით და თავისთავად მათთვის მიუღებელია ცენტრალური ხელისუფლების ის დღის წესრიგი, რასაც დამასკოს ცენტრალური ხელისუფლება ამყარებს დღევანდელ სირიაში და მსგავსი გამოსვლები ისევ ახლო მომავალში ისევ გამეორდება, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ასე ერთი რეპრესიული კამპანიით გაანიარაღო ან გაანეიტრალო ის ძალები, რომლებიც 50 წელზე მეტი მართავდნენ სირიას. სირიაში მიმდინარე პროცესებმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობას პროცესების აღმოფხრისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მომხდარში ისლამისტი ტერორისტები დაადანაშაულა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა. ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიოს ყურადღება სირიისკენ არის მიმართული. ქვეყნდება ფეიქები და პროპაგანდაზე წამოგების თავიდან აცილებისთვის მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო.